გვინდა რომ გქონდეს მომთაბარე პოდკასტი იყო ერთი იდეა. დღეს გვექნება გასვლითი დღე. ყოველ მხრივ საინტერესო, ყოველ მხრივ ლანდშაფტები, გეოგრაფია, გეოლოგია, ისტორია, ბიოლოგია. მე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე იცი როგორი რაღაცა, რომ ადამიანები, უძველესი ადამიანები რატო ირჩევდნენ ხოლმე ამა თუ იმ რეგიონებს და ადგილებს. ღვინოს შენ წურავ იმ შემთხვევაში, როდესაც კარგად ცხოვრობ, ხო? ეხლა ჩურჩხელას აკეთებ, როცა კარგად ცხოვრობ. სამშვილდისკენ როგორ წავიდეთ? მე სოუყურებ თქვენ გადაცემას. ხო. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. დიდი მადლობა. ლავა ფაქტიურად. ამისგან არის მე ის მეგალითები ნაშენები. სტონჰენჯივით 100 კილომეტრიდან არ მოხდა. აქვე იყო ყველაფერი. აუღებელი ციხესიმაგრე როგორც მომენ არ არსებობს. მე უფრო იმას მოსავდის ციხეს მოგონებს. ისეც ხო პლატაზე იყო. რომაელებმა მიწამია ყარაზე და ისე რავი. ქვეყანას ეძახდა, სამშვილდის ქვეყანას ეძახდა. მაგას მაქვს. ერთი თხილის გული, 9 ძმის გული. საკ არის ლავებში მღვიმე. ეს არის აშკარად ნარჩენი რაღაცა. ხო, ეს აშკარად კედელია. ზოგიერთი იმდენი ფორაა, რომ უბრალოდ არ იძირება ეს წყალში. ძალიან მაგარი ხედია. აქეთ იყვნენ ესე ვთქვათ ელიტა, მაშინდელი, ანუ ეს ციხესიმაგრე და აქეთ ცხოვრობდნენ ადამიანები, ესე ვთქვათ რიგითი მოსახლეობა იყო აქ. ხრამი, ხრამი რატომაც ქვია, შეხედე და ხრამია, ხო? ეხლა რომ დაბრუნდეთ ჩვენ ერთ ორ კვირაში, უკვე ეს ზემოთაც ასული იქნება ეს ფერები. იმას შეიძლება გაცვენილიც გქონდეს. მე-15 საუკუნეში აშენდა პირველად ეს ციხე და მერე მე-10 საუკუნეში და კიდე შემდეგ უფრო ხდება მისი რაღაც მოდიფიკაცია და ცვლილებები. ესე დაფრინავენ. ესე წყლის დათვები ვაფშე ჰაერით მოგზაურობა, ხო ეს მიკრო ის პატარები როა, ხო, ნუ ეს ჰაერს მიყვებიან როგორც ვიცი. ხوار გადავიდე. აი ესეთი ფერები. არ დავაზიან. ქალაქიდან თავის დაღწევის და ცოტა ნერვების დამშვიდების და გაცნობის თუ სად ცხოვრობთ და გაცნობიერების სად ცხოვრობთ. ამის საუკეთესო მაგალითი არის ჩემთვის მაგალითად აი ესეთი განტვირთვები. ხსენებ საქართველოს, ნახულობ საქართველოს და იაზრებ კიდევ ერთხელ, რომ ყველაფერი აი ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, ესეთი მნიშვნელოვანი ისტორია, ხო, ფლორა და ფაუნა არის აქ რა, ორნამენტში.